წავედით თეთრი წყაროსკენ. დიან ბაიკერული კიშკი გვაქვს რა, ცხელი თონის პური. რაც თავარია მძიმე ტვირთი მოვიშორეთ, ძალიან ჭკვიანები ვართ, ავტობუს გამოვატანეთ. ჩანთა გქონდა 1.50 კილოიანი და ალინას წელი მოწყდა. ალინა ჩაწყდა და ძლივს ვიპოვეთ ავტობუსი, რომელსაც გავატანდით. დავაი გავძიძგნეთ ხა თონის პური. შემოიყვარულო. ეს ავტობუსი მიაყასნა, მაგრამ ხო. მეც ვიფიქრე მეთქი აქეთ შემოვაყენოს ხო. რატო ვარ თქვი? დამოვი. ხვევით ვერ რატო ვარ? რასაკეთე? გამარჯობათ. მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ, რომ ავიდეთ სამშვილდეში. მესამე ცდაზე ერთხელ მივედით, წვიმა დაიწყო და მოვბრუნდით. მეორედ ფეხით წავედით და იმდენი ვიარეთ თვითონ სამშვილდემდე, რომ
უკვე აღარაფერს გადაღებას აზრი აღარ ქონდა და დღეს ჩავალთ უკვე სადამდეც გზა მიდის იქამდე ბაიკით და იქიდან უკვე დავათვალიერებთ ფეხით სამშვილდეს. ხარო შეგპირდით. სამშვილდეში წავალთ ხო? ბაიკით მივდივართ. Ჩავიმყოფებით სამშვილდის ნამოსახლარის მთავარ ქუჩაზე. აქ იქნებოდა ვიღაცის ეზო. ეზო ალბათ ისეთი კარებივით არის შესასვლელი. პატარა იქ ვერ გავიქცე. სადაც ქუჩა ადის. ჩვეულებრივ გზაჯვარედინი არის რა. ალინას ძროხების ეშინია ვებხუვით და გავატარებთ ძროხას. ეს აყორელია მაგის ლოგიშინი. წამო აქედან გავიდეთ ეს და შემოუვაროთ. აქ ნახეთ ვიღაცის სახლი იყო უეჭველი შეხედე რა საინტერესოა. რა საინტერესოა. ხადაო. ნახეთ კედლები. სახლი არ მგონია უფრო რაღაცა ის იქნება ალბათ. ხო, ნუ ფაქტია რომ რაღაცა შენობა იყო აქ რა. ხო, საძირკველი არის რაღაცა. ასე კედლები არის. ამოყვანილი. საინტერესოა და ხი არის ამოსული თვითონ ამ შენობის ტერიტორიაზე. არის ესეთი ძველი ტაძარი. რომლის სავარაუდო რეაბილიტაცია გარედან არის მომხდარი. და არის ძალიან ძველი. ესეთი სასწაული შეგრძნება არის რა აქ რო დადიხარ. ჯვარი ჩანს ფრაგმენტებად 5 ჯვრიანი ჯვარი არის და აქეთ-იქით სანთლები არის ამოტვიფრული. ამოვედით სპორტსტერით და ისეთ წვიმა დაიწყო რომ აზრი არ ქონდა ვერ ნახავდით ვერაფერს. მეორედ მე გადავწყვიტეთ თქო ვერ ვიტყვი. მე გადავწყვიტე რომ აქვეა თქო რა მოტოთია მალე ჩამოვედით ძალიან და აქვეა თქო რა უნდა ფეხი ჩავიდეთ ამოვისეირნოთ თქო და მოტოთი ვარ ზუსტად 5 წუთში აქ. ხო და სანამ ფეხი ჩამოვედით აქამდე მოკლედ 2 საათნახევარი მოვდიოდით და ისე დავიღალეთ რომ თან დაღამ და აზრი აღარ ქონდა და დავბრუნდით. გაცილებული ყავით და ხო და დღეს მეთქი ბოლოს დავათვალიეროთ თქო და წამოვედით. იზი რო აგვეკიდა ეგეც მოყევი. ხო, მეზობლის ძაღლი გამოყვა. რაღაც 5 კილომეტრის იქით არის ჩვენი სახლი და ნუ ვერ მოვიშორეთ გზიდან გამოყვა რა, ბოლომდე ჩამოყვა და ნუ აქედან ვფიქრობდით რომ ისე დავიღალეთ რამეს გავყვებით თქო, მაგრამ ამ ძაღლს ხო ვერაფერს ვერ უზავდით. ვერ დავტოვებდით, ვარ დაკარგულიყო და გავაჩერე რაღაც მარშრუტკა. ეს ზაღლი ძლივს დავიჭირეთ, შევაგდეთ შიგნით და მოკლედ თერი თეთრი წყარო ზაღლებს ვეომეთ იზის გულის. ხო, მთელი ბრძოლები ქონდა და მოკლედ იმ კაცმა აგვაყვანინათ ეს წყარონდე რა. თი ამბავი და დღეს ისევ დავბრუნდით მოკლედ. ხო, გადავიგებთ ყველაფერს. მოკეთ. ესეთი უჩვეულო ჯვრის ფორმებია. სასაფლაოა ვიღაცის. შეიძლება სასაფლაოც იყოს. ეს ქუჩა რამხელა არის უბრალოდ. ივენ არ თავდება რა. ალბათ ეხა როგორც ის გვაქვს რუსთაველის გამზირი გვაქვს რაღაცა ეგეთი პონტი იყო აქ რა.
მეგორი რადიკალ ყვავის სულიკარი. გამოთლილი ქვა არის რაღაც. მე ამ ღობეს შეხედავ, როგორ არის ჩაწიკწიკებული. ო, რამდენი საუკუნეა წარმოიდგინე და ისე ვისი არის რა. ძველესი ტაძარი არის. აქ თუ მობრძანდებით, შეგიძლიათ აი აქ კემპინგი ზონა არის. წვადი შეწვათას შემდეგ დაისვენოთ. ძალიან მაგარი გარემოა, ბუნება, ძალიან მაგარი ჰაერია. თან რაღაცნაირი სუფთა რაღაცნაირი აურა არის რა. ძალიან მაგარი აურა არის. გორი გამოკვეთილი არის. უნაგირის უკვე არ ვიცი კამერას ჩანს თუ არა, მაგრამ უნაგირის უკეთია ზედ თავის ყველაფრით. და რაღაცები აწერია, მაგრამ აღარ ჩანს რა. ასე გავაგრძელებთ ახლა ისევ ამ ცენტრალურ ქუჩაზე სიარულს. ეს არის ხა? არა, ეს არის რაღაცა ეთყობა აქაც ეგეთი რაღაც იყო. ხო. თავდასაცავი რაღაცა ალბათ რა. დანგრეულია, მაგრამ ეს კედელი კიდევ დგას საღო. ეს სამშვილდის ციხე. Oh my god. ძალიან მაგარი. კამერაში რამდენად აღიქმება არ ვიცი, მაგრამ ძალიან ღრმა არის, აი ძალიან. წამოვა შეგინჩევით. წამო სანამ დაგვაღამეთ, თორემ ზენახე უკვე იქით არის. სამწუხაროდ ვერ შევალთ. ეს უკვე არქეოლოგებს გაქვთ როგორ ჩანს გასუფთავებული. ანუ ჩემი აზრით აქ იქნებოდა. რადგან იქ ციხე იყო, აქ ალბათ ტყვეები ყავდა. Ყვეებიო. ეს უკვე არის ციტადელის მეორე მხარე რა. არ ვიცი ხა ის ჩრდილოეთია თუ სამხრეთია, ვერ ყვევია. მაგრამ ორივე მხრიდან აქვს კანიონი რა. რაც წერს არაძლევდა იმის საშუალებას, რომ მარტივად მიდგომოდა ამ ციტადელს. ამ მთელი გათვლაც ეგ იყო, რომ ეს ქალაქი ააშენეს აქ. აქაურობა რო დაათვალიერო, ერთი დღე არ გეყოფა რა. ჩვენ სადღაც მესამედით არ გვინახია ალბათ რა. ეხლა დავამშვიდობებით ამ ციტადელს, მაგრამ იქ ავალ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს. სად? იქ მინდო დაასვლა, მაგრამ ჩაკეტილი აქვს და ანუ რეალურად კი შემიძლია გადავახტი, არაფერს არ გავაფუჭე, მაგრამ აიც რა. ხო და რა ხა ხედი წარმოვიღოთ და უკიდოთ ეს გოსოს. ხო. აი მიზანის გვაქვს ისთვის მოვახსნა. წამოვიღებთ ახალ დროშას და დავკიდებთ ახალ დროშას. იმიტომ რომ მე არ მგონია. ის უკვე ძალიან დაგლეჯილია დროშის, აღარაფერი აღარ აქვს. ოკეი, ეგ იქნება ჩვენი შემდეგი მიზანი, რომ აქ მოვიტანოთ ახალი ქართული დროშა და დავკიდოთ. ჩავანაცვლოთ. მოკლედ ასე მორჩა სამშვიდოში სიარული ჩვენი დღევანდელი. და ჩვენ ისე დავბრუნდებით. შევეცდებით მომდევნო ვიდეოები უფრო საინტერესო და უფრო ხარისხიანი გამოგვივიდეს. თუ რამე დავაკელით ამ ვიდეოს, ბოდიშ გიხდით და რა შეგვიფასეთ, გამოიწერთ არხი, დაალაიქეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ და გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს. ჩაო.